ლისო ხარჩილავა შემოგვერთა ძალიან საინტერესო თემით ზამთრის ბაღებზე ვისაუბრებთ. ლისო მოგესალმებით. დილამშვიდობის. ამ წელს ჩემი პირველი შემოსვლა არის ამ არაჩვეულებრივ სტუდიაში. დაბრუნება. ყველას მშვიდობას მოუსურვებ, რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად საინტერესო თემა არის ეს ზამთრის ბაღები. თან თემატური. და თემატურია, კი, ნამდვილად. აი ნახეთ როგორ არის ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემს დამკვეთი იქნება თუ ჩემს ტრენინგზე სპენელები ვინც შემოდის, ხო? არ აქვს მნიშვნელობა იმაზე ვიფიქროთ, რომ აი 2-3 წელი ამა თუ იმ ადგილას კონკრეტულად აი წნეთი ავიღოთ, საგურამო ავიღოთ, კოჯორი ავიღოთ, თუ თოვლიანი არ არის და გავთამამდეთ ჩვენ და ისეთი მცენარები დავსვათ, რომელიც არ არის ამ პირობებისთვის მდგრადი. არ არის ეს სიმართლე, ჩვენ თავიდანვე, ანუ ბაღი ყოველთვის ლამაზი, დეკორატიული, ლამაზი, მდგრადი რომ იყოს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის კლიმატური პირობები რეალურად რაც არის. აი რაც ვიცით რომ წნეთი წელს თუ არ არის თოვლიანი, მომავალ წელს ან 3 წლის მერე იქნება თოვლიანი, ხო? და ჩვენ უფრო აი პრაქტიკულად ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. იყო ესეთი შემთხვევები, დააგეგმარეს ბაღი, იცოდნენ რომ ვაიმე თოვლი გაქრა წნეთში არ არის, მაგალითზე ვამბობ წნეთი. აი თოვლი არ არის, სად არის თოვლის, მაშინ ადრე რო იყო ეს რო დააგეგმარეს და მე მართლაც ბაღის გაშენებიდან 4 წელიწადში ისეთი თოვლი მოვიდა, რომ აი თითქმის ყველა მცენარები ან დაემტრო, ან გაიყინა, ან რაღაცა და ეს არის არასწორი მიდგომა. ანუ ეს არის პირველი შეცდომა. ეს არის პირველი შეცდომა. მოდი შეცდომა. ამით დავიწყოთ. მაშინ ზამთრის ბაღების გაშენებისას რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არის ის საკრალური შეცდომები, რომელსაც ბაღი დაღუპვამდე მცენარეები მიყავს? ნამდვილად, აი ძალიან კარგი შეკითხვა არის. ნახეთ, სანამ ბაღის გაშენებას დავიწყებთ, ყოველთვის აი ჯერ უნდა დავხატოთ, ასე ვთქვათ. ჯერ უნდა გავითვალისწინოთ ეგ პირობები. აუცილებლად გავითვალისწინოთ კლიმატური პირობები, როგორია ამა თუ იმ ტერიტორიაზე. შეიძლება ზოგადად საქართველოში ჩვენ თბილ რეგიონად ვითვლებით, მაგრამ არის ისეთი პატარა ლოკაციები, აი წნეთია, კოჯორია, წავკისია, ხო, საგურამოა. ნუ აი ესე გვირტყამს, ასე ვთქვათ და ეს უნდა გავითვალისწინოთ, ანუ ზოგადად არ უნდა ვიფიქროთ ამ თემაზე. ანუ მე თავიდანვე რო ვთქვი, უნდა დავხატოთ თქო, ხო? სწორი დაგეგმარებით იწყება საერთოდ ბაღის მშენებლობა. ზამთარში მართალია ბაღს არავინ არ ვაშენებთ, მაგრამ ზამთარი არის ყველაზე საუკეთესო პერიოდი დაგეგმარებისთვის, რომ ჩვენ უკვე გაზაფხულზე პროექტი გქონდეს, უკვე გადაწყვეტილი იყოს ყველაფერი და თავისუფლად შეგვიძლია უკვე სანერგეში წავიდეთ და დავიწყოთ ბაღის გაშენება. აი ყველაზე დიდი შეცდომა ეგ არის. ნახეთ, ჩვენ ბაღს ძირითადად მაინც როგორ არის იცით, აი გუშინ გვინდა ყველა ანუ პროექტით ბაღის გაშენებაც გუშინ გვინდა. არა, ზოგადად გუშინ ცუდი არ არის. ანუ ესე იგი ამ ტემპით თუ ვიმოძრავებთ, მაგრამ დაგვიანება სჯობს და ადრე. კი, აი ყველაზე გემრიელი პერიოდი არის ეს ბაღის დაგეგმარებისთვის. კარგით, აი ხო ჩვენ ძალიან კარგი დამკვეთები ვართ, ძალიან კარგი ლანდშაფტის დიზაინერები ვართ, გამოცდილები ვართ და დავიწყეთ ზამთრის დაგეგმარება ზამთარში და ეხლა მოვედით გაზაფხულზე და ვიწყებთ ამ ბაღის გაშენებას. ხო გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენი თემა რადგან არის ზამთრის ბაღები, რა უნდა გავითვალისწინო მე რომ გაზაფხულში დავგეგმავ ბაღს და გავაშენებ, ზამთარი როგორ გადაიტანოს, რომ მე გაზაფხულზე და ზაფხულში ისე ლამაზი ბაღი მქონდეს, ხო? ყველაფერს აქვს თავის სპეციფიკა და სტანდარტი. თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაზე პირველი თუ დაგეგმარება ეს მე მგონი სიზმარშიც რომ გამოვაღვიძე უკვე ჩემი მსმენელი იქნება თუ ჩემი სტუდენტი, ყველა მიცის რომ ჯერ დაგეგმარებით იწყება. მერე ისევ და ისევ კლიმატური პირობებით და ზუსტი მცენარების შერჩევით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მდგრადი. ყინვაგამძლე უნდა იყოს ეს ჩვენი მცენარე, მორგებული უნდა იყოს კონკრეტულად იმ ადგილისთვის, იმ ტერიტორიისთვის კი. ნუ აქ ნიადაგის გასათვალისწინებელი. ნახეთ კიდევ როგორ არის ისა ნინო, შეიძლება ჩემთან რაღაცა მცენარე ყვავილობს და გაგიჟდა, მაგრამ მეზობელთან არ იმდენად მრავალფეროვანია საქართველოში ეგ ნიადაგური პირობები. როცა უკვე უფრო კონკრეტიკაზე რომ მივდივართ, ეს ასე არის. საერთოდ ყოველთვის ჯობია ანალიზის გაკეთება. ნიადაგური ანალიზის გაკეთება, რომელიც აი როგორც ექიმი გიწერს რეცეპტს,
რა დაავადებები გაქვს, ამ დაავადებას რა შორის, ზუსტად ასევე კეთდება ეს ნიადაგური ანალიზის, სადაც კონკრეტულად წერია შენი ნიადაგის ამბავი, ასე ვთქვათ. მჟავიანობა შედის იქ, ხარისხი შედის და ასე შემდეგ, გრუნტის წყლები და ბევრი წვრილმანი რაღაცებია, რომელიც ახლა ჩვენ დრო არ ყოფნის, ეს შეიძლება 2 დღე და ღამე ისაუბრო ამ თემაზე. დაინტერესების შემთხვევაში ადამიანი პასუხს მიიღებს. ჩავშლით ამ თემასაც, ჩვენ მთელი სეზონი გვაქვს წინ და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. ნახეთ, სწორად შევარჩიე მე მცენარეები, ადრიან გაზაფხულზე, ზაფხულზე შემოდგომის, სულ როცა არის პერიოდი ბაღის გაშენების, გავაკეთე ახალი ჩარგულია ეს ჩვენი მცენარეები, აი პირველი წელი ყოველთვის არის ძალიან საფრთხილო და რთული ადაპტაცია ხო უნდა გაიაროს ამ მცენარეებმა და ძირითადად ეს მცენარეები არის ჩამოტანილი მცენარეები ხო საზღვარგარეთიდან, მაგრამ ქოთანში დაფესვიანებული და აი ამას მინდა ყურადღება მიაქციონ ჩვენმა მსმენელებმა. მცენარე ეცადეთ ყოველთვის სანერგეში შევიძინოთ და აუცილებლად ქოთანში დაფესვიანებული შევიძინოთ. და რა თქმა უნდა, აი დღეს გუშინ ჩამოტანილი საზღვარგარეთიდან არა, უკვე საქართველოს იმაში მორგებული, ხო, სადღაც რაღაცა ადაპტაციის პერიოდი რო გავლილი აქვს. მაგრამ ნახეთ, აუცილებლად, აი თუ დიდი ზომის ხეები ვიყიდეთ, აი 3 მეტრანახევრიანი, ან უფრო მეტი, ხო? აი დამჭერები უნდა ქონდეს ახალგაშენებულ ბაღს. ნახეთ როგორი ანუ რას ნიშნავს ეს? დამჭერი 2 ბოძია, ბოძი იგულისხმება. ხო, ბოძი იგულისხმება, კოჭა ასე ვთქვათ, რომელიც იბმება ეს ახალი ჩარგული ის მცენარე, აი ქარია, რაღაცა რო არ წაგვექცეს ეს მცენარეები, ესეც აუცილებლად როცა ჩვენ პროექტს ვაკეთებთ, ესეც გასათვალისწინებელია, ხო, 1 ცალი არ არის საკმარისი, 2 ცალი. და თუ დავაკვირდებით ქალაქში ახალგაშენებები. კი, ქალაქში რო გავივლით, ახალი ჩარგული ხეები სადაც არის, ყოველთვის ხდება ხო ჩვენ ეს ბოძები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ნახეთ, მე პირადად ჩემს მაგალითზე, როცა რაღაცა კომპოზიციას ვაკეთებ, მცენარეთა კომპოზიცია რას ნიშნავს? მცენარების ერთობლიობა. ეს ხო ეგრევე იმაზე გაზონზე არ კეთდება, ეს კეთდება რაღაცა კონკრეტულ კვადრატს მოინიშნავ და ყოველთვის ურჩევ ჩემს დამკვეთს რომ მულჩა გამოვიყენოთ, მულჩირება. მულჩირება როგორც ვიცით, ეს არის აი ჩვენთვის როგორც საბანია, ისევე არის ეს მცენარეებისთვის. ნახეთ, ტენიანობას ინარჩუნებს, სითბოს ინარჩუნებს, რომ შეფუთვა იგულისხმება. დაყრა, ნიადაგზე დაყრა. არა ის რომ იფუთება. არა, შეფუთვაზე კიდე ცალკე ვისაუბრებ. ეს არის მულჩირება, რომელიც იყრება და აუცილებლად აი სითბოს უნარჩუნებს ჩვენ მცენარეთა ფესვთა სისტემას. ეხლა მულჩა ქვია ამას, ეს არის სპეციალური ორგანული ნივთიერება, დაქუცმაცებულია ხის მასალისაგან რა და გამომშრალი ამას თავისი ტექნოლოგია აქვს და ეს რაღაცნაირად ეს რამოდენიმე 1-2 სანტიმეტრზე იყრება და იქ აი ჩათვალე რომ შემცენარე არ გაგეყინება. გასაგებია. რა შეეხება შეფუთვას? აი ხა ნახეთ შეფუთვას. არის ისეთი მცენარეები, რომელიც ითვალისწინებს შეფუთვას, ხო? კი ბატონო, მე შევარჩიე ის მცენარეები, რომელიც ყინვაგამძლობით გამოირჩევა, მაგრამ ზოგიერთი არის ისეთი ნაზი ყლორტები გააჩნია. ან უფრო მარად მწვანეები, ახლა ტუიები და წიწოვანები როა, რა თქმა უნდა, ამათ შეფუთვა არ ჭირდებათ, მაგრამ აი ზეთისხილი სიტყვაზე რო ავიღოთ, კი, ზეთისხილი ყინვა გამძლეა და მაინც ზეთისხილი არ დაგვავიწყდეს მისი წარმომავლობა, უფრო ძირითადად საბერძნეთიდან შემოაქვთ, თურქეთის თბილი ზონიდან შემოაქვთ და ცოტა არ იყო შეიძლება გაუჭირდეს და ეს უნდა გავითვალისწინოს შესაფუთი მასალა, რომელიც ესეც სპეციალური ნაჭერია, რომელიც ჰაერს ატარებს, მაგრამ იცავს შიგნით სითბოს. აი ცელოფნით არასდროს, აი პარკით ცელოფნით არასდროს არ შევფუთოთ. შეცდომა, იმიტომ რომ იქ ჩაიხუთება და აი ზუსტად სპეციალური ნაჭერი იყიდება ჩვენს ბაზარზე, არის ძალიან კარგი შესარჩევი, რომელიც ყინვას არ ატარებს, მაგრამ მცენარეს სუნთქავს.
და ესე ყოველთვის ლამაზე და აი ქუდივით, აი სამკუთხედით რა რო ჩამოვაცვათ ამ ჩვენ სცენარებს, აი ძალიან კარგი არის და პერიოდულად თუ გახანძლივდა ეს ჩვენი თოვლიანობა და ყინვიანობა, მაინც აი დღის განმავლობაში ყველაზე მზიან ამინდში პერიოდში 12 პირველი საათი და ცოტა ასე ვთქვათ აი კაბა აუწიოთ ეს შეფუთული ნაწილი რომ გავანიავოთ ეს ჩვენი მცენარე და ისევ ჩამოვსვამთ და მორწყვის რაც შეეხება როდესაც თოვს მაშინ მორწყვა ხო როცა თოვს მორწყვა რა თქმა უნდა არ არის საჭირო მაგრამ ნახეთ რა ხდება ჩვენთან აი სანამ ზამთრამდე მიხვალ ხო აი მებაღი კიდევ რატომ არის საჭირო ბევრ რამეში არის საჭირო მაგრამ განსაკუთრებულად შემზადება ხდება ზამთრისთვის ანუ მებაღემ ზუსტად იცის ის მილები რომ უნდა დაიცალოს წყლით იმიტომ რომ ნახეთ ეხლა თუ მილებში წყალი დაგვრჩა ჩვენ თუ გაიყინა ის აუცილებლად ის მილი გასკდება და ნუ დაგვიზიანდება, მე ის უნდა მოძებნოს, სად გასკდა, ის მთელი გაზონი უნდა აიყაროს და ასე შემდეგ. ამიტომ ნახეთ, ეს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ. მილებში წყალი არ უნდა დაგვრჩეს. მაგრამ ნახეთ, კი, ეხლა დღეს თოვლია, არ მინდა მეწყალი, მაგრამ შეიძლება თოვლი რო დადნება, უკვე ის წყალია, ის წყალი ხო ჩადის. კიდევ არ გჭირდება მორწყვა, მაგრამ არის ზოგჯერ ხო გახსოვთ თქვენ აი იანვარი, დეკემბრის პერიოდი გვალვიანი იყო, 1 გრამი წვიმა არ ყოფილა, ხო? იმ პერიოდში მზამთარია, მაგრამ გვალვიანია. ჩვენ არ ვიცით ეხლა თებერვალი როგორი გვექნება, თუ გვალვიანი იქნა ეს თებერვალი უკვე თოვლიც არ არის, ყინვაც არ არის, უკვე ამ დროს რა თქმა უნდა მებაღე მიდის მილებს ამოწმებს და რა თქმა უნდა ცოტა რაოდენობით მაინც ირწყვება მცენარე. ის შეიძლება ისე სიუხვეში არ მოირწყვას როგორც ზაფხულში ვიცით ჩვენ რომ ორჯერ ირწყვება ხო დილა ადრიან და მერე საღამოს ვარ. ზამთარში ეს აღარ გჭირდება აი რაღაცა პერიოდში 15 დღეში ერთხელ იქნება თუ 20 დღეში ეს თვითონ უკვე მებაღემ იცის იქ რა ტიპის მცენარეები არის და რა გჭირდება. ელისო და რა შეეხება გარე ქოთნის მცენარეებს, ანუ მორწყვის თვალსაზრისით? ხო, მორწყვის თვალსაზრისით. ეხლა თუ ცოტა გადახურულშია და წვიმის წყალი და თოვლი არ ხდება, რა თქმა უნდა, ეხლა მეც მაქვს აივანზე მცენარეები, ცოტა რაოდენობით მაინც დავასხი. კი. არის კიდევ კი ქოთნის მცენარეები არიან, მაგრამ მაინც ცოტა რო შემეშინდა ამ ყინვები რო იყო ძალიან და პლუს კიდევ ქარი რო არის, აი მომაკოდინებელი ამბავია ეს მცენარეებისთვის, მე მაინც ღამე ვფუთავ. და დღისით მაინც გადავხსნი. შეტანა ასეთ მცენარეებს? შეტანით ვერა, იმიტომ რომ ის გარეთა მცენარეა და შენ შიგნით რო შემოიტან უკვე სითბო არის. უნდა შეფუთვა ამ შემთხვევაში. კი, აი ნახეთ, აი ნაძვის ხეებზე მოსდით ხოლმე ეგ შეცდომები საახალწლოდ რო ცოცხალ ნაცრობ ყიდულობთ და ქოთანში ხო გვაქვს ეგ მცენარე, რატო უცვივა ეგრევე მაგას წიწოვი, ხო? აი ზუსტად იმიტომ რომ ნაძვი არის ყინვა გამძლე და გარეთა მცენარეა და შენ შიგნით რო შემოგაქვს, კი ბატონი 12 და 20 დღე, მაგრამ როცა შენ ფესვიანი ნაძვი გინდა და გინდა რომ ახალი წელი მორთო, ხო? ყველას უფუჭდება ეს ნაძვი და ნუ საახალწლოდ მაშინ აივანზე მოვთოთ. და ზოგადად საერთოდ საახალწლოდ ცოცხალ ნაძვის ხეებს თუ შევეშვებით, უკეთესი იქნება. და ეს ტენდენცია უკვე გამოიკვეთა და ძალიან კარგი მივესალმები ამას, ანუ სიტყვა მოიტანა. კი, ნამდვილად გეთანხმებით. ეზოში იყოს ჩარგული, თუ ეზო გვაქვს და ის მორთე, ვიდრე ისე გული მწყდება ხოლმე რომ რამდენი წელი ჭირდება და თან ამ ნაცხოც წვეთს იმას აჭრიან ხოლმე და ნუ უკვე იჩაგრება ეგ ნაძვი და ეს ძალიან კარგი შენიშვნა იყო ალბათ ნელ-ნელა კი ეს ტენდენცია არის კანონიც არის ამაზე და ასე რომ თვითონ უკვე ადამიანის მომხმარებელსაც აღარ უნდა კი ურჩევნიათ რომ ჩარგონ თუ ეზო აქვს და კონდეს ან კიდევ პატარა ქოთანში აივანი თუ აძლევს იმის საშუალებას რომ ნაძვი იყოს რამოდენ ნელმზარდი არის და შეიძლება 3-4-5 წელი ყავდეს ეს ნაძვი ქოთანში და მე გადაიტა კი ბატონო ეს ძალიან მნიშვნელოვანია კი ახლა კიდევ ტექნიკური მხარეები ჩვენი ბაღი როგორ გადავაზამთროთ ახლა ჩემი პარტნიორი მე ბაღეთა ჯგუფი რომელიც მყავს ხო დაგეგმილი აქვს მე ბაღების სამუშაოები ზამთრის პერიოდში და ასეთ პერიოდში რა თქმა უნდა უფრო ნელდება მაგრამ მეთვალყურეობის ქვეშ მაინც ყავთ ის ობიექტები რომელსაც ემსახურებიან ხო ახლა დღეს სწავლენ ეს ჩემი სიტყვაზე ვამბობ ჩემი მე ბაღები და აუცილებლად ჩამოფერთვას დაიწყებენ სცენარების ეს არის აუცილებელი ნახეთ ჯერ მარტო ეს თოვლი თავისთავად
სიმძიმე არის და თუ გაიყინა აფუჭებს და ის სიფუშფუშე რაც ჩვენ მცენარეებში მოგწოს და მარამწვანეებში ფუჭდება. ამ შემთხვევაში მცენარის გაყინვა მოსალოდნელია. მოსალოდნელია და მძიმდება, იქ შეიძლება ტოტი ჩამოინგრეს და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელოვანი ეს ფოთოლმცვენი მცენარეა და ხო თავიდან ვთქვი იაპონური ნეკერჩხალი ისეთი ნაზი ყლორტები აქვს რომ ულამაზესია ხო კი ფოთოლს დაიცვენს, მაგრამ ის თოვლი ბამბასავით რო ადევს და ღამის განათება რო აქვს ულამაზესია, მაგრამ თუ ყინვა შეეპარა, ყოველთვის ვეცადოთ რომ ის თოვლი ჩამოვფერთხოთ და არ მივცეთ ამ მცენარეს თოვლი ზედრო მიეყინოს. აი რაც შეეხება ჩამოფერთხვას, დავუშვათ მე ბაღე არ გვყავს და ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვფერთოთ. რამე უნდა გავითვალისწინოთ? ან ჩვეულებრივად იფერთხება, ხო, აი ჩვეულებრივად იბერტყება, ასე ვთქვათ, ხო, ეხლა ძალიან მწარედ დაიმადნო იმას ვიზამთ, აი რაღაცა ცოცხი იქნება, ან რაღაცა ჯოხი იქნება, ნელ-ნელა მშვიდად წყნარად უნდა ჩამოვფერთოთ და ვეცადოთ რომ ხო, რომ ის ნახე რა აზიანებს თოვლს, კი არის ყინვა და ყინვა გამძლე გვაქვს ჩვენ ეს მცენარეებში შერჩეული, მაგრამ თოვლი თუ გაიყინა ის მძიმდა ქვასავით მძიმე ხდება და ის როდის გადნება და ასე თუ ისე გვიზიანდება მცენარეები. უნდა მოხდეს ჩამობერტყვა, კიდე რამე საჭიროა. აი შეფუთვა გავითვალისწინოთ აუცილებლად, ჩამობერტყვა გავითვალისწინოთ აუცილებლად, მორწყვის ამბავი არ დაგვავიწყდეს, მაინც კონსულტაციები გავიაროთ მე ბაღებთან, მოვიწვიოთ ერთჯერად კონსულტაცია იქნება თუ რაც იქნება, თუ ყავთ უკვე კონკრეტულად მე ბაღი ის უკვე თვითონ იცის თავისი გრაფიკი და თავისი ბაღი და თვითონ მოვა და თვითონ მიხედავს და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ. ეხლა ეს ხებზე რაც ვისაუბრეთ, მაგრამ არის ხო ბუჩკები, ზოგჯერ ამ თოვლში არც ჩანს ეს ბუჩკები, ხო? მაგრამ როცა სწორად არის დაგეგმარებული ბაღი, ბუჩკები ზუსტად ამ კრიტერიუმებით გვაქვს შერჩეული, ხო? მარადმწვანე ბუჩკი არის, აი ახლა ერთი ბუჩკი არის ფიტოსპორუმი, მარადმწვანე არის და ძალიან ლამაზი, აი ბალიშივით როგორ აი ვაკეში ბურთები როდევს, აი ძირითადად ეგ მცენარეებია. მე მგონი ქოთანში გაქვს, ხო, ქოთანში მაქვს. კი. აი ისეთი აი რაც შეეხება ხო ეს ყინვა გამძლეა, კარგად გამოიყურება, მაგრამ არ შემიფუთ. არ უნდა ნინო შეფუთვა ერთადერთი თუ თოვლი დაედო ასე ვთქვათ, ხო, ძალიან ნაზი ყლორტები აქვს. ძალიან და შეამჩნევდეთ რომ რაღაცა გადაწეულიც არის, ხო? შეფუთვა არ უნდა. არ, შეფუთვა ნამდვილად არ უნდა, უბრალოდ ფოთლები თოვლისგან უნდა გადაფერთხვა. ესე ნაზად არის კიდე იქ ნანდინები არის, ფოტინიები არის, ბზები არის, აი ძალიან ბევრი ძახველები არის, მარადმწვანეები, ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს ჩვენ მარადმწვანეების, მაგრამ ყოველთვის არ დაგვავიწყდეს, რომ უნდა ჩამოიფერთხოს თოვლში, ნუ დავტოვებთ ამ ყველაფერს. თოვლი ხდება? ქონდა თოვლი? გარეთ არის. მაშინ არ უნდა ახლა. იმიტომ რომ ფეში გადალპება. ხო, კი, ბევრი წყალი გაეყინება, ფეში გაეყინება, ფეში გაეყინება და მე ის არის. ანუ ყურადღებით ვიყოთ მაქსიმალურად. ეხლა ეს კი სახლში და აივანზე უფრო ჩვენს თვალთახედვაში არეალში არის და მარტივად მოვვლით, მაგრამ როცა აგარაკები გვაქვს და ცოტა ყოველდღიურად რო ვერ ვახერხებთ წასვლას, აი ისევ და ისევ უნდა მივენდოთ და უნდა გვყავდეს ეს ჩვენი მებაღეები და განსაკუთრებულად თუ ახალგაშენებულია ბაღი 1 წლის არის, 2 წლის არის, აი როგორც ჩვილ ბავშვს ისე უნდა ბაღს მოვლა. კი ბატონო. ელისო და აი ჩვენ ახლა ყინვა გამძლე მარადმწვანე მცენარეებზე ვისაუბრეთ და ფიქრობ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სეზონზე მათი მოვლა ალბათ უფრო ადვილი. ალბათ. კი. მაგრამ ხომ არის ის მცენარეები, რომლებიც ახლა არ არის ყინვა გამძლე და გვინდა. კი, თუნდაც დაამშვენოს ზამთრის ბაღი. აი, არის ისეთი, რომელიც მოყვავილია თუ არა, გამორიცხული. ახლა ყვავილს ალბათ ახლა ასეთ თუმცა აი სიმწვანე რო შეუნარჩუნოთ. ხო, აი ჩამონათვალე ამ მცენარეების, აი რომელს გვირჩევდით დაუშვათ იმ ადამიანებს, რომლებსაც თან დიდი დრო არ გვაქვს მცენარეების მოვლის, გვიყვარს მცენარეები.
აი მე მაგალითად ფიტოსპორუმზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ ადვილი მოსავლელია და მარადმწვანეა და მე მომწონს, როდესაც ზამთარში სიმწვანეა, ну ხა ყველაზე არ არის საუბარი, ხო? კი, აი ზამთრის ბაღის ეფექტები ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მარადმწვანეებზე. ვიცით, რომ ეხლა ნოემბრის ბოლოს უკვე თითქმის ყველა ამთავრებს ასრულებს ყვავილობას, ფოთოლმცვენები თითქმის დაყრილი აქვთ ეს ფოთლები და ამიტომ ნახეთ, მარადმწვანეებზე კეთდება ძირითადად აქცენტი და ესეც ყველაფერი მასშტაბიდან გამომდინარე პროცენტულობით. აი 70%-ზე ეს გამოდის, რომ 70% მარტო მარადმწვანეებია და ცოტა ბევრი არის, ხო? მაგრამ არიან დამკვეთების ის კატეგორია, რომ პირიქით არ უყვართ ეს ფოთოლმცვენი მცენარეები და აქცენტს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად მარადმწვანეები იყოს. მაგრამ მე ზუსტად ვიცი და ბევრჯერ მქონია ესეთი პირადი მაგალითებიც, რომ აი მოდი რა, მე დაურეკავთ და რაღაცა მოყვავილები გაუშვათ. შეურიოთ და ამიტომ ყოველთვის ჯობია ეს ბალანსის დაცვა მარადმწვანეები, უფრო ნაკლები პროცენტით, რა თქმა უნდა, მოყვავილეები და ფოთოლმცვენები. მაგრამ ისევ და ისევ აი თბილისის თბილისში და თბილისის შემოგარენში და მით უმეტეს ჩვენ ზამთარში ხშირად ვსტუმრობთ ამ ჩვენს აგარაკები იქნება, სახლი ქალაქგარეთ იქნება, ყოველთვის მაინც თუ ზამთრის ეფექტები გვინდა, მარადმწვანეებზე კეთდება უმეტესი აქცენტი და წიწოვანების გარდა არის მარადმწვანეები ფოთლოვანებშიც, ხო ეს კვიდო არის, ბუჩქებში ფიტოსპორუმი არის, ბზა მარადმწვანე არის, ხო ძახველი არის, ნიტიტა ქვია, რომელიც მარადმწვანეა. ნანდინა, ფოტინიები მარადმწვანეა და ძალიან დიდი ილექსები არის კიდევ მარადმწვანე მუხა ხეებში არის მარტო აი ტუია ღვიას გარდა ძალიან ბევრი არის ესეთი მარადმწვანე მცენარეები, რომელიც აი ფოთლებსაც ინარჩუნებენ. ეხლა ნანდინა და ფოტინია ვიცით, რომ ნანდინა საერთოდ აი ზამთრის ის არის რა, დედოფალი მხრივ რომ უწითლდება ფოთლები და რაღაცა კვასკვასა წითელი ფოთლები აქვს. ეხლა თოვლში რომ წითელზე გამახსენდა ჯუჯაშინდი ფოთნის მაქვს და ნუ მაგრამ ფოთლები რა თქმა უნდა არა, მაგრამ წითელი ტოტებია და ძალიან ლამაზი. კი, არის კიდევ ისეთი მცენარეები, კოწახურების, რომელიც არის აი ფოთოლმცვენიც არის, მარადმწვანეც არის და ნახევრად მარადმწვანეც არის. ნახევრად მარადმწვანე რას ნიშნავს? ინარჩუნებს ამ ცოტა ფოთლებს და თავისი ნაყოფებიც რო აქვს. კიდევ ხო ეს რა კაი გამახსენდა, თან ჩვენ მცენარეებს და ბუჩქოვანებს როცა ვარჩევთ, ხო, აი კენკროვანებზეც გავაკეთოთ ყურადღება, აქცენტი, რომ კი ბატონო ფოთოლს დაიცვენს, მაგრამ ის კენკროვანები რო რჩება, ну ძალიან ლამაზი არის, აი ძახველები, ძახელს რომ აი წითელი კენკრები რო აქვს, ეს ჩიტების საყვარელი ის არის რა, საკვები და ყოველთვის ვფიქრობ რა, ის ზამთარში ჩიტებმაც ხო რაღაცა უნდა გადაიტანონ, არა, ხო უნდა გაიყინონ ეს სცენარები. ელისო და აი შეფუთვაზე ისაუბრეთ, გამფუთვა როდის უნდა დავიწყოთ მცენარეების? გამფუთვა, ეხლა, ну აი ისევ და ისევ კლიმატიდან გამომდინარე. კი ბატონო, იანვარში მე შევფუთე ეს მცენარეები, თებერვალიც იანვარზე უფრო ზოგჯერ ხო ხდება. და აი უფრო მარტის 15-დან. მარტიც პირველი ორი კვირა ესეთი ცივი და ცივია, ხო ზოგიანიც ზოგჯერ. ხო, კი, შეიძლება შაშან მარტში თოვდა. კი, აი იანვარში არ ქონდა თოვლი და მარტში. მაგრამ აი ეს არ დაგვავიწყდეს, როცა შეფუთული გვაქვს მცენარეები, იმ შეფუთული მატერიის ასე დაწევა და რო განინა, ეს არ უნდა გამოგრჩეს ხო. კი ბატონო, აი შევფუთე და დავაგდე და მივატოვე და აპრილამდე არ გამახსენდა, ეგრე არ არის, ხო. და კიდე რა მაინტერესებს, რაც შეეხება ზოგადად ყინვას, ანუ მცენარის ბაქტერიებს კლავს, ყინვა უნდა შეწამლა თუ არ უნდა? არა, აი ეს არის აი როგორი ტყუილი ამბავი, იცით? ნახეთ, ასე თუ ისე, აი თუ შემოგრჩა ჩვენ ეს გაყინული მცენარე, ზიანდება ქსოვილი. ზამთარში ჩვენ არ ვწამლობთ, არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ როგორც კი ეს თოვლი galღვება და უკვე აი გაზაფხულის სუდი რო იგრძნობა, ხო?
აი იმ პერიოდში რა თქმა უნდა აუცილებლად ჯერ ადგენს დიაგნოსტიკას სვამს მებაღე რა როგორ ანაირად აფასებს და იმის და მიხედვით ბალახი გაზონიც ის ხო არ არის ხალიჩა რომ დავაგე და მორჩა დამთავრდა. იმ გაზონი ჩვენ ხო ამწანებული ჯეჯილივით რაღაცა ლამაზი ხო უნდა გქონდეს. იქ მე საგაზაფხულო ქვეყანა სამუშაოები არის ჩასატარებელი და ამისთვის, მაგრამ იქამდე რომ სამუშაოები ჩავატაროთ და რა იმაზე ვიფიქროთ რომ ბაღი გაცოცხლებაზე ხო ყოველთვის ჯობია რომ აი ესე თანმიმდევრულად ბიუჯეტი გავთვალოთ და მებაღე გჭირდება მოკლედ. კი ბატონო, და ამით ბიუჯეტსაც დავზოგავთ რა თქმა უნდა. და აი რაც შეეხება ტენდენციებს, ხო? მე როგორც მახსოვს 10 წელიწადში ერთხელ, ასე ვთქვათ, ზამთრის მოდა ბრუნავს. კი. ზამთრის კი არა და ბაღების მოდა, ხო, ზამთრის ბაღებზე საუბრობთ. აი ბოლო ტენდენციებით ზამთრის ბაღი როგორ გამოიყურება? კი ბატონო, ეხლა ხა მქონდა ზუსტად ამ თემაზე მასტერკლასი, ასე ვთქვათ და ჩვენს გადაცემაშიც აუცილებლად ვიტყვი და ის პუნქტები რაც არის ტენდენცია, მაგრამ ეხლა მე რაც გადავხედე და რასაც მოვამზადე თემა, ხო? ძირითადად ნახეთ ნინო როგორ ხდება პანდემიის შემდეგ ხო რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ხედვა და ბაღის მიმართ ყურადღება. ძირითადად ეხლა დეკორატიული კი ბატონო მჭირდება, მაგრამ შემოვიდა საკვები. ანუ ხეხილოვანი ბაღი რო რაღაცა იქ ჩემი ის მქონდეს ბოსტნის თემა შემოვიდა. ანუ კი მომწონს ლამაზია ვიზუალურად, მაგრამ ფუნქციაც უნდა გქონდეს. ანუ მე რაღაცა სარგებელი უნდა მივიღო. მარტო ფუნქციონალური ბაღები შეიძლება. კი, ფუნქციონალური და მარტო დეკორატიული, ალბათ ესე რაღაცა დამიქსური, ხო? კი, აი კლასიკური ბაღები, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ და ვაიმე, რა კარგია და აი ვტკბებოდით, ეგ უკვე ცოტათი ნელა წავიდა. უფრო პრაქტიკული გახდა. ანუ ზოგი არის კიდევ ნახეთ ეს ხო რელაქსია. ეს ხო ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მომენტიც არის, როცა ბაღი ხო ამიტომ შენდება სხვათა შორის და ანუ ის მომენტი რომ ანუ ადამიანს უნდა შეძლოს მარტო ცქერით დატკბეს კი არა, რომ იმუშაოს ამ ბაღში. მიწასთან ურთიერთობები, არა მარტო ცქერა და დასვენება ბაღში. კი, აი ეს ამბავი რომ შენს ბაღში რომ შენ მუშაობ, ეს ძალიან ტენდენციურია, აი რა ვიცი, ყველა თითქმის მაგას ამბობს, აი მეც რომ რაღაცა შევძლო, რაღაცა გავაკეთო, აი გაზაფხული მოდის, აი მე ტიტა მინდა, აი ნაცისი მინდა, იქ რაღაცა მინდა და აი თავისი ხელით რომ გააკეთო ნე ყველაფერი, უფრო ეგ ტენდენცია და ამაზე მე აუცილებლად აი მომავალ იმაზე მოვიტან ამ თემაზე ჩავშალოთ და ვისაუბროთ. კი ბატონო, ელისო, რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი განვიხილეთ, რამე ხო არ გამოგჭა, რამე სხვა არ დაამატეთ. რას დავამატებდით და ისევ შეიყვარეთ თქვენი ბაღები, მაქსიმალურად მოვუაროთ, მოვუფრთხილდეთ და გავილამაზოთ ჩვენი ცხოვრება. არა მარტო ჩვენი ცხოვრება, ერთმანეთს გაგულამაზოთ ცხოვრება. კი, ნუ არა უშავს თუ არა მაქვს ახლა მე მიწის ნაკვეთი და რაღაცა აივანი მაინც ხო გვაქვს. აივანიც თუ არა გვაქვს რაღაც ინტერიერში ხო მაინც რომ შევძლოთ რომ ეს სურვილის და მონდომების შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაფერი გამოვა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის. ელისო ხარჩილავა იყო ჩვენთან ერთად. ვისაუბრეთ ზამთრის ბაღებზე. დროებით მალე დაგიბრუნდებით. დროებით